ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 48 წლის კაცი მოკლეს, დანაშაული გუშინ საღამოს საათებში მოხდა. ცხეთის სოფელ ერედაში 29 წლის კაცმა თანასოფლელებს სცემა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოს სახელოსნოდან BMW X6 გაიტაცეს, შიდა ქართლში 24 წლის პირი დააკავეს. ტყვეების გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ოკუპანტებისგან დღეს კიდევ 303 მებრძოლი გაათავისუფლა. რუსებმა ღამით თითქმის 300 დრონი და 70 რაკეტა გაუშვეს. ყოველი ასეთი დარტყმა საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.